ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება ერთ-ერთ იმ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან. რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყავს მომავალი თაობის შესაძლებლობას იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე. იყოს დაცული გარკვეული გამოწვევებისაგან, თუნდაც ჩემი აზრით, თუნდაც ნარკოტიკებით და შესაძლოა იარაღით დივერსიის შესაძლებლობისაგან. იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ვნახეთ ჩვენ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ აი ამ ომის შემდეგ ვეღარ გაიუმჯობესეს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისაგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის ნარკოტიკს, ავრცელებს ნარკოტიკს და არა მარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის რყევას. ამ განხილვების დროს მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას გავაკეთებ პლენარულ სხდომაზე. თუმცა ეს რასაკვირველია, არანაირად არ იმოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვაზე. ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს, მით უმეტეს თუ კი ადამიანი არის დაავადებული და შეპყრობილი იმ მძიმესალით, რაც ნარკოტიკს მოაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იქნება ისევ კვლავ ლოიალური, არაფერი შეიცვლება, მაგრამ რასაკვირველია, შეიზღუდება კონკრეტული ადამიანების, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების წვდომა საჯარო სამსახურებზე, მართვის მოწმობაზე. და ეს იქნება, ვფიქრობ, ადეკვატური იმ საშიშროებებისა, რაც ქვეყანაში შეიქმნა. ერთი თემაც აუცილებელია აქ აღინიშნოს. ეს არ არის საქართველოს პრობლემა მხოლოდ, ეს არის მსოფლიო პრობლემა და ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც ახალი ადმინისტრაციის განცხადებით შეიძლება სამხედრო ნაწილებიც კი გამოიყენონ ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ მსოფლიო პრობლემა გარკვეულწილად აისახება ჩვენს პატარა ქვეყანაზე. დემოგრაფიასაც გადარჩენა ჭირდება, სტაბილურობასაც გადარჩენა ჭირდება და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასაც განსაკუთრებით ახალგაზრდობის და ამის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, არა მარტო პროპაგანდა, არამედ ინფრასტრუქტურა, რომელიც ასე უხვად არის საქართველოში. ძალიან სერიოზული ნახტომი გაკეთდა მიმართულებით, უშუალებელი რაოდენობის სპორტული ღონისძიებები ტარდება, ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა და გაცილებით მეტია კიდევ საჭირო. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს უნდა გახდეს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება. რატომ არ მოსწონს ოპოზიციას პატარგია ხუშინაც კითხეთ, ეს ცვლილებები ამბობენ, რომ კანონის საკმარისი არ იქნება პრობლემის აღმოსაჩენად. დასაკვირველია, კანონის საკმარისი არ არის. აქ არის პროპაგანდაც საჭირო, მათ შორის მიუხედავად პოლიტიკური პროფილისა, ნებისმიერი ადამიანის და ადამიანთა ჯგუფის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურ ველზეა გამოსული და ხშირად სხვადასხვა მედია საშუალებებით მიმართავს საზოგადოებას. ერთი უნდა იყოს ჩვენი აზრი ამ საკითხებთან მიმართებაში. ხელისუფლებასაც, მთავრობასაც კი უნდა მოუწოდონ, რომ მეტია საჭირო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, თუ რამდენი სპორტული საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება საქართველოში, თუ რამდენად პოპულარული გახდა ესა თუ ის სპორტის სახეობა და რამდენი ბავშვი და რამდენი ახალგაზრდაა უკვე ჩართული აი ამ სპორტულ ცხოვრებაში.
მაგრამ სპორტის გარდა არის კიდე სხვა სფეროები, კულტურის სფერო, რასაკვირველია განათლება, რასაკვირველია ინტელექტუალური რესურსის მობილიზება იმისათვის, რათა მედგრად დაუდგეთ ამ მომავალ ჭირს და საფრთხეს, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მე არ ვფიქრობ, რომ შემიძლია შევაფასო ახლა ოპოზიცია რატო ამბობს ესე. ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება კრიტიკული. ოპოზიცია ასეც უნდა იყოს, მაგრამ არის საკითხები, სადაც მათი კრიტიკა არის განპირობებული გარკვეული თავისი რაღაცა მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებით. საქართველოს დესტაბილიზაცია და საქართველოს შერყევა ოპოზიციის მთავარი დღის-წესრიგის ნაწილია. და ოპოზიციასაც ძალიან ძნელად უწოდებთ ადამიანებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არგოთ და ეს არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რამდენად გამართლებულია ამ შემთხვევაში ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არგოთ სხვადასხვა ქვეყნის გადაზიდვის შესყიდვებით და ასე შემდეგ. ეს არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. არა, საერთოდ ლიტვა, ლატვიაც და ესტონეთი საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად განცხადებებისა, რომელსაც ისინი აკეთებენ. მაგრამ მათი შინაური საქმეა ეს. რასაკვირველია, ლატვია, როდესაც გადაწყვეტილებებს ღებულობს, გამოდის ლატვიელი ხალხის ინტერესებიდან. მით უმეტეს, რომ ლატვიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია. აქედან გამომდინარე ღებულობს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ორმაგი სტანდარტია დასაქმები, რომელთაც ლატვია მიმართავს საქართველოს. ეპყრობა საქართველოს, აგზავნის თავის საგარეო საქმეთა მინისტრს იმისათვის, რათა საქართველოში ხელი შეუწყოს და ენერგია შემატოს რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ აქციებს. ეს არის ყურადსაღები და ეს არის მისათითებელი, რასაკვირველია. წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვევის, საერთოდ სასანქციო რეჟიმის დარღვევის არაერთი შემთხვევა არის გამოვლენილი, მათ შორის ქართველი მებაჟეების მიერ, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავის ამოცანას თავს და საქართველო არასოდეს გამოყენებულა სანქციების დასარღვევად ან რუსეთის ფედერაციისთვის ხელშეწყობად, რათა სანქციებს აუაროს გვერდი. თქვენ, მერე თქვენ. 12-იანისთვის რომ კითხვა დავუსვამ და მე კითხვას რაღაც გინდა ახლა ამ ხელა გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით საქართველოს პოზიციები გაიმჯობესა 6 ადგილი. როგორ მე ვფიქრობ, რომ არავისთვის კითხვას აღარ ტოვებს ის თემა, რასაც ქვია საქართველოს შესაბამისი უწყებების მაღალი პროფესიონალიზმი, რომლითაც ისინი უპირისპირდებიან საქართველოში საფრთხეების გავრცელებას, გარედან მომავალი საფრთხეების გავრცელებას, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეებს. და არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ვიცით მაგალითები და ბევრი რამ კიდე არ ვიცით, თუ რა ინტენსიური და რამდენად საქმიანი, რამდენად მაღალი დონის არის თანამშრომლობა ჩვენი შესაბამისი უწყებისა უცხოელ კოლეგებთან, პარტნიორ ქვეყნებთან. და რასაკვირველია, ამას დაფასება ჭირდება საქართველოს ინარჩუნებს სტაბილური ქვეყნის ყველა მაჩვენებელს და რასაკვირველია, აქედან გამომდინარეობს ის შეფასებებიც, ის რომელიც კეთდება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყანა, სადაც ტურიზმის დიდი ნაკადია. ის ქვეყანა, სადაც ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი. რომლის დედაქალაქში შეიძლება, დედაქალაქში და ყველა ქალაქში შეიძლება ნებისმიერ ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა და საფრთხეები არ ემუქრებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვენი სამართალდამცავების, პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურების ინტენსიური მუშაობის წარმატებული მაღალ პროფესიონალური მუშაობის შედეგია და ეს რასაკვირველია, დასაფასებელია ყველანაირად, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხედავს საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც
ამასთან დაკავშირებით უნდა პროფესიონალურად მსჯელობდნენ და არა თავის პოლიტიკური გადმოსახედით ნაკეთებდნენ შეფასებებს. ოპოზიციის გეგმებზე უნდა გკითხოთ, შეძლებენ თუ არა საბოლოოდ ისინი გაერთიანებას და ამ ოპოზიციურ სპექტრს, რაც ეს არის პოლიტიკურ როლზე, რა აერთიანებთ იდეა თუ სხვა ფაქტორი? მე ვფიქრობ, რომ ევრობიუროკრატია მთლიანად აიღო თავის ხელში ოპოზიცია წოდებული დაჯგუფების მართვა და რეალობაში მათი ინსტრუქციებია განმაპირობებელი იქნებიან ეს პოლიტიკური სუბიექტები, მათ წოდებული გაერთიანებები, რაიმე გაერთიანებული ქარტიის ხელმომწერნი შევლენა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაშლილი ქოლგის ჭრილში თუ იქნებიან ცალ-ცალკე პოლიტიკურ პლატფორმებზე გასული. არის მესამე გზაც, რომ შესაძლოა არც ინსტრუქცია ჰქონდეთ და რეალურად შემოაგდეს ის ფინანსური რესურსი, რომელთაც ისინი დღემდე იკვებებოდნენ. რასაკვირველია, ესეც შესაძლებელია, ეს რასაკვირველია მოასწავებს დაშლას და სხვადასხვა პლატფორმებზე განლაგებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთიანდება ერთი აბრევიატურის, ერთი სახელის ქვეშ. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, სადაც შიდა გადაჯგუფებები, შიდა დაპირისპირებები ან შეთანხმებები მიმდინარეობს, მაგრამ მაინც აიცვლება ხასიათი აი ამ კონკრეტული დაჯგუფებისა. ეს არიან ადამიანები პირველი, ვინც დღეს გუშინ და ყოველთვის ეცდებიან, რომ განავითარონ რევოლუციური სცენარი და რასაკვირველია, ყოველთვის ეცდებიან, რომ დიდი წყალგამყოფი შექმნან საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის. ვინაიდან ევროსტრუქტურების მიზანიც ეს არის, რომ საქართველოში ყავდეს დამჯერი ხელისუფლება. რევოლუცია არის მათი გზა, რევოლუცია იყო მათი გზა. და ამ შემთხვევაში ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ იქიდან გამომდინარე, რა მაგალითებიც გვაქვს გუშინ, რა მაგალითებიც გვაქვს დღეს. ასე რომ თუ ამ მაგალითებს სიღრმისეულად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ აქ კონსპირაციაზეა ლაპარაკი და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ანალიზზე, რომლის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის ინტერესის და პროგრამის ჩამოყალიბება. საიდან მოიტანეთ, მინდა წერა. 2025 წლის ანგარიში არის ვისი? დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული. ადამიანისგან ვალავდიცია სამსახური მდგომარეობა არის ამ არა, ეგრე არ წერია რა ხატიან, მოიგონებთ რაღაც. საქართველო არის გეოგრაფიულად ყველაზე ხელსაყრელი საყურადღებო ნარკოკარტელებისათვის, ვინაიდან ეს არის სატრანზიტო დერეფანი და ამ სატრანზიტო დერეფანში ნარკოტიკების მოძრაობის დიდი შესაძლებლობა არსებობს, თუ კი ამას არ დაუპირისპირდება კონკრეტული სამართალდამცავების და კონკრეტული სტრუქტურების რესურსი. და ამ შემთხვევაში არანაირი დასაბუთება იმისა, რაც 2024 წელს თქვენმა მფარველებმა დაწერეს, არაფერი არ არსებობს. ამის პირიქით საქართველო არის ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, რომელიც უპირისპირდება ნებისმიერ საერთაშორისო კრიმინალურ პროგრამას ან ჩანაფერს, მათ შორის ნარკოტიკების ტრანზიტს. ეს არის ეხლანდელი მონაცემები და გადაწერეს იმ ადამიანებმა, ვინც მართავდნენ აქ ქვეყანაში რევოლუციებს, მე მაგალითად მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება რომ მფარველების გარეშე შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსი როგორ ვერ ხვდება, რანაირად შემოდის ამ ქვეყანაში ნარკოტიკი. მე გეპასუხეთ უკვე და დავამთავრეთ ახლა. თქვენი კითხვაზე მე პასუხი გავეცე. ხო რა, მფარველებთან დაკავშირებით ასეთი გამოვლინება დანაშაულისა არც ერთ ეტაპზე საქართველოს არ ქონია, მათ შორის იმ პერიოდის შედარება გააკეთეთ, როდესაც საქართველოში მართლაც ეგეთი არათუ საფრთხე იყო, არამედ რეალობა იყო და გამოვლინებების რაოდენობა ნახეთ.
საქართველოში ტრანზიტი შესაძლოა პოტენციურად საშიში იყოს, მაგრამ შეფასებები, რომელიც დღეს გაგვაჩნია, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არათუ ნარკოტიკების ტრაფიკი ხდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლაში. ეს არის საბოლოო მონაცემები და რასაკვირველია, მე ვერანაირად ვერ ავყვები იმ პროპაგანდას, რასაც თქვენ და ბატონი მელაძე აწარმოებთ. მე ვთქვი გუშინ ამაზე ყოველ წუთში ხო არ ვილაპარაკ, თუ კიდე ხო. პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ კონკრეტულად ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში ხელისუფლება რუსულ ორბიტაზე გადავიდა, რუსული პოლიტიკის ორბიტაზე გადავიდა და სამართლიანად მიაჩნიათ ის ბრძოლა, რომელიც ამავე დროს ითვალისწინებს ძალის გამოყენებას პოლიციის მიმართ. პიროტექნიკის გამოყენებას, ქვების, მოლოტოვის კოქტეილების და შესაძლებლად მიაჩნია და დაშვებულად მიაჩნია ცეცხლი წაუკიდოს პარლამენტს და დააზიანოს ინფრასტრუქტურა ცენტრალური და არა მარტო ცენტრალური პროსპექტების და ქუჩების ქალაქ თბილისში და არა მარტო ქალაქ თბილისში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სწორედაც პოლიტიკური ბრძოლაა რუსული ხელისუფლების მიმართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და უბრალოდ უტიფარი რაღაცა ბრალდებაა, რომელსაც რასაკვირველია კონკრეტული გეგმის, რომელიც რასაკვირველია კონკრეტული გეგმის ნაწილია, აქედან გამომდინარე არც ის რეზოლუცია სწორი, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. და ამის შესაბამისი, ამის გამოძახილია არა ჩეხეთის პარლამენტის, არამედ ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუცია და არა პარლამენტის რეზოლუცია. ამის გამოძახილია უსამართლო და უტიფარი. ვინაიდან არანაირი რეალური მტკიცებულება იმისი არ არსებობს, რომ საქართველოში არჩევნები გაყავდა და ან პოლიტიკური პატიმარი არსებობს და პოლიტიკურ პატიმრად განიხილებიან ადამიანები, რომლებიც გადატრიალებას და სისხლისღვრას გეგმავდნენ საქართველოში. და კვლავ ესეთი ადამიანების წახალისებით, რომლებმაც ესეთი რეზოლუცია მიიღეს. რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან მიტინგებში ღებულობენ მონაწილეობას და ახალგაზრდებს დაპირისპირებისაგან და მთავრობის ძალისმიერი შეცვლისაგან მოუწოდებენ. ეს ის ადამიანები არიან და ამ კომიტეტსაც რასაკვირველია სირცხვილი, ვინაიდან არათუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს. უსირცხვილოდ, უსამართლოდ და ორმაგი სტანდარტით, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია.